აი, ავიღოთ კლასიკას შევხედოთ. აი, მაგალითად, ცნობილი შტურმი იმის პრეზიდენტის სასახლის. ხობეები რო ეს. ახლა იქ შეიძლება ყოფილიყო ვინმე დაუშვათ აგენტი, რომელიც დაუშვათ სტიმულირებას მოახდინავდა და ამ უაზრობის. თავისი როგორ ხდება ეს, რომ ის ყველაზე ვინც აგენტია, ის ყველაზე უფრო მეტად ექსტრემისტულად იქცევა და ყვირის და მე წაუძღვება ხოლმე ესა რა ქვია, ვაცბოროტივით, ანუ თხა პროვოკატორივით ამ ცხრებს და მე შესაბამისად დგება ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის დაფინანსებული და იმათ მართლა არ უნდათ იმის გაკეთება, რა ქვია, რევოლუციის გაკეთება. უბრალოდ იმ გზით მიყავთ, რომელიც შიხურია და ასეც მოხდა. მე ღობეები რომ გამოეკიდენ, ხო, ეს ხო მაგის გამოხატულება იყო. მე ზოგიერთები რასით დასდევდნენ კი და იჭერდნენ კიდევაც, მე რამდენიმე დაიჭირეს ვიცი. ხობემ დაიჭირა. ხობემ და პაატა ბურჯულაც დაიჭირა. ხო, რა მე იყო ასეთი ლაპარაკებიც იყო, რომ ეს პაატას გამოუშვებენ. გამოუშვეს? არის ესეთი თეორიები არსებობს ხოლმე, შეთქმულების თეორეტიკოსები ხშირად ისეთ შეთქმულების თეორიას განავითარებენ ხოლმე, რომ მე რთულია ამისგან თავის მართლება, ხო? აი მაგალითად